წავიდეთ ინტერნეტში. კი ბატონო, ოსკაროსანი მსახიობი და პროდიუსერი რობერტ რედფორდი 89 წლის ასაკში გარდაიცვალა. ძალიან სამწუხარო ამბავი გვაქვს. New York Times-ის ინფორმაციით ის იუტას შტატში საკუთარ სახლში იმყოფებოდა. ჩვენს მაყურებელს კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ სიცოცხლის მანძილზე რედფორდს არაერთი ჯილდო აქვს მიღებული, მათ შორის არის BAFTA, ორი ოქროს გლობუსი, კინომსახიობთა გილდიის ჯილდო და თავისუფლების საპრეზიდენტო მედალი. 2011 წელს ჟურნალმა Time ის მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიან ადამიანთა შორის დაასახელა და აღსანიშნავია, რომ 1978 წელს მისმა კომპანიამ Sundance-ის კინოფესტივალი დააარსა, რომელიც დამოუკიდებელი კინოს ერთ-ერთ მთავარ პლატფორმად იქცა. რედფორდი ასევე ცნობილი იყო გარემოს დაცვითი აქტივიზმითა და სოციალური საკითხების მხარდაჭერით. ძალიან სამწუხაროა, როდესაც ესეთი ადამიანები გტოვებენ და ტოვებენ ამ კაცობრიობას და ვეღარ გააკეთებენ. ეს მსახიობი ძალიან ბევრი მისი ფილმი, პერსონაჟები და ხო მართლა გულდასაწყვეტია ხოლმე, რომ რაღაცნაირად თითქოს ეს ადამიანები სულ უყურებს, სულ მათ წარმატებას ხედავ და შემდეგ უკვე დგება ეს მომენტი.